თუ თქვენ digital marketeri ასეთ რამებს გეუბნებათ, დაუყოვნებლივ განათავისუფლეთ სამსახურიდან. რამოდენიმე SEO-ს მითს გეტყვით დღეს, ყველაზე დიდი მითი არის, რომ SEO მკვდარია. ამას ამბობს ყველა ბოლო 13-14 ან შეიძლება უფრო მეტი წელიც არის. ყოველ წელს ამბობენ ამას წელიწადში რამდენჯერმე და ეს ფილტრავს ხოლმე კონკურენციას. ანუ არიან ბიზნესები, ვინც ამას იჯერებენ და SEO-ს აღარ აკეთებენ, და არიან ადამიანები, ვინც SEO-ს აკეთებდნენ, იჯერებენ და SEO-ს აღარ აკეთებენ. ანუ წარუმატებელ ადამიანებს ფილტრავს ეს მითი და აიძულებს მათ, რომ შეეშვან SEO-ს გაკეთებას. SEO მკვდარი არ არის და სანამ იარსებებს საძიებო სისტემები, იქამდე იარსებებს საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციის მეთოდებიც. შემდეგ მით რაც შეეხება ზოგიერთი ამბობს, რომ ბექლინკები არის ერთადერთი, რაც რეალურად SEO-სთვის მნიშვნელოვანია. მცდარია, თუმცა საკმაოდ გავრცელებულია, ბექლინკებს რეალურად ძალიან დიდი წონა აქვთ და დიდ კონკურენციაში, მაგალითად top 3-ში keyword-ზე, რომელსაც 20,000 კაცი ეძებს. ერთადერთი ალბათ ზოგ შემთხვევაში, რამაც შეიძლება სხვა ალბა მოგცეს, ხანდახან არის ბექლინკი. თუმცა, სანამ ბექლინკებამდე მივალთ, როცა თავარი მნიშვნელობა მათ ექნებათ, იქამდე ტექნიკური SEO, კონტენტი, მომხმარებლის განზრახვა, ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად დალაგებული. ხოლო რაღაც ეტაპზე შეიძლება ბექლინკებს მართლა ენჭებოდეს ეგეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა და კონკურენცია მხოლოდ მათით ხდებოდეს, რადგან ყველა შეუძლია, რომ იდეალურამდე მიიყვანოს კონტენტიც, ტექნიკური SEO-ც, მომხმარებლის გამოცდილების იდეალურამდე მიიყვანა ამდენად შესაძლებელი არ ვიცი, მაგრამ არსებობს ამოწურვადი საკითხები, ხოლო ბექლინკების ნაწილი შედარებით ამოწურველი, ანუ ავტორიტეტს მიიღება უფრო და უფრო შეგვიძლია სხვადასხვა წყაროებიდან და რეალური კონკურენცია უცხოურ ბაზარზეც. მას შემდეგ რაც ყველაფერი დალაგებულია ტექნიკური SEO-ც, კონტენტის ნაწილიც, მომხმარებლის განზრახვის ნაწილიც სწორად არის დამეფილი. რეალური კონკურენცია ხდება ბექლინკებით. თუმცა მარტო ბექლინკებს არ აქვს მნიშვნელობა, ამ ყველაფერს ხელს უნდა უწყობდეს სხვა ფაქტორებიც. მესამე მითი. ყველა ფიქრობს, რომ SEO-ს გაკეთება ხელოვნური ინტელექტისთვის არის განსხვავებული. SEO-ს უმეტესი ნაწილი რაც აკეთებთ AI-ისთვის, იგივეა, რასაც ისაც უნდა აკეთებდეთ Google-ისთვის. ასევე თუ თქვენი digital marketeri გეუბნებათ, რომ რეპუტაციის მენეჯმენტი SEO-სგან განსხვავებულია, ეგეც ცოტათი red flag-ია, რადგან რეპუტაციის მენეჯმენტიც გვჭირდება SEO-ში და ვიყენებთ ლოკალური SEO-სთვის თუნდაც. შემდეგი ასევე გავრცელებული მითი, კონტენტი მეფეა, content is the king. ესეთი გამოთქმა გაგონილი გექნება თუ ეჭველი. რაც მითია. ამბობენ, რომ დაწერე უნიკალური და სასარგებლო კონტენტი და Google-ი დაგაჯილდოვებს. მაგრამ რას ნიშნავს ეს? საერთოდ კონტენტი მეფეა ეს, ანუ content is the king რას ნიშნავს კაცმა არ იცის, რადგან რეალურად მნიშვნელოვანია, რომ შენი სამიზნე მაძიებლის ინტენტი განზრახვა დააკმაყოფილო და არა ის, რომ დაწერო 2000 სიტყვიანი აკადემიურად გამართული იდეალური ტექსტი. ეგ არავის არ აინტერესებს. მთავარია, რომ კონტენტის შემთხვევაში შენი მომხმარებლის განზრახვა დააკმაყოფილო. ჩავთვალოთ, რომ ნებისმიერი ძიება არის პრობლემა, ხოლო შენს ვებსაიტზე შემოსვლით და შენი კონტენტის წაკითხვით მომხმარებელს ეს პრობლემა უნდა მოუგვარდეს. თუ ეს პრობლემა არ მოუგვარდა, რაც არ უნდა უნიკალური, რაც არ უნდა მაღალფარდოვანი აკადემიურად გამართული კონტენტი ჰქონდეს, აზრი არ ექნება, აზრი შეიძლება ჰქონდეს მის განთავსებას, თუმცა ეფექტი არ ექნება. შემდეგი მითი ეხება მეტა keyword-ებს. თუ გეუბნებათ ვინმე რომ მეტა keyword-ები უნდა გამოიყენოთ, ეს არ მუშაობს. დიდი ხანი აღარ მუშაობს, ალბათ 7 წელი ან 8 წელი. ვინც გეუბნებათ რომ მუშაობს, გაუშვით, დაბლოკეთ. კიდევ ერთი გავრცელებული, თუმცა ლოგიკასთან შედარებით ახლოს ყოფი მითი არის page speed. რეალურად Google-ის page speed-ის უშუალოდ ქულები, რასაც გვიწერს 70-80-90, მაგას დიდი აზრი არ აქვს. თავარია რეალურად საიტი რამდენ ხანში იტვირთება. რეალური მომხმარებლებისთვის. უბრალოდ ის ქულები დიდად არაფერზე არ მოქმედებს. რამდენ ხანში იტვირთება, ეგ შეგიძლიათ რომ GM metrics-ზე შეამოწმოთ. თუ ეს მითების ნაწილი მოგეწონათ, დააკომენტარეთ, რამე დააკომენტარეთ, მნიშვნელობა არ აქვს და უფრო დიდ ვიდეოს ჩავწერ ამაზე.